მთელი 2015 წლის მზადება უკვე დაწყებულია, მთავრობამ კახეთში საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნა. Როგორ წარიმართება პროცესი უხვი მოსავლისა და ყურძენზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე და როგორ მოხდება საბაზრო ფასის დადგენა სუბსიდირების პირობებში. თემაზე ეკონომისტრი სტუმარია სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ბატონო ოთარ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. Როგორც აღნიშნე, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით წელს ყურძნის უხვი მოსავალია. Როგორია მოსავლის ოფიციალური პროგნოზი და რამდენად არის მზად რთველი საორგანიზაციო მხარე ქვეყანაში? ჩვენ ზოგადად ნაზავი გვაქვს ხოლმე პროგნოზების, ოფიციალური და ოპერატიული. შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 200,000 ტონამდე იქნება წელს მოსავალი და სამრეწველო გადამუშავებისთვის 120-დან 130,000 ტონამდე ველოდებით. გასაგებია, ღვინის ქარხნების უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ გასულ წელს დარჩენილი გაუყიდავი ღვინის მარაგების გამო მათ საკუთარი ყურძნის ჩაბრების პრობლემა აქვს და პირველ რიგში ამას მიიღებენ. ეს ყველაფერი ხომ არ არსებობს, ამის გამო რისკი, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა შეექმნათ? ჩვენ შევისწავლეთ მდგომარეობა, მოგეხსენებათ შარშან ზოგადად არ გეგმავდით სუბსიდირების გაგრძელებას, ვინაიდან იმ მოცემულობით რაც იყო შარშან რეალურად ამის საჭიროება შესაძლოა არ ყოფილიყო და ამის დიდი ალბათობაც იყო. თუმცა გამომდინარე სწორედ ამ ფაქტორებიდან, რომელიც თქვენც ბრძანეთ, ეხლა რომ არის ჯერ კიდევ ძველი ნაშთები ქარხნებში, ჯერ კიდევ ესე ვთქვათ, სარეალიზაციო დიდი ნაწილი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად კლება ღვინის ბაზარზე საერთაშორისო მასშტაბებით გულისხმობ, არა მხოლოდ ქართულ ღვინოზე აქვს საუბარი, რა თქმა უნდა. გამომდინარე იქიდან, რაც ხდება რეგიონში, თქვენ ხედავთ თუ როგორი მდგომარეობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენს რეგიონში ზოგადად, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ სტიმულირება გავაგრძელებინა და სწორედ ეს გახდათ მოტივი იმისა, რომ ჩვენ სუბსიდირება უნდა გავაგრძელოთ მიმდინარე წელს, ეს გახლავთ 35 თეთრი ყურძნის შემთხვევაში, 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში პრაქტიკულად იგივე ნიშნულები, რაც იყო შარშან. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი ნამდვილად და ჩვენი მოსაზრებაც ასეთი იყო, რომ წელს ამის საჭიროება არ იქნებოდა, მაგრამ შევაფასეთ მოცემულობა და მივიღეთ გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით. და ვის შეეხება სუბსიდირება? ეს იქნება გათვლილი ისევ იმ ადამიანებზე, ვინც გასულ წელს იღებდა, მაგალითად, თუ შეიცვალა რაიმე პირობა? რა თქმა უნდა, პრინციპი პრაქტიკულად იგივე, აქ არის ორი განმასხვავებელი ფაქტორი. ერთი ის გახლავთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად შეგვეძლება სუბსიდიის ნაწილი მივცეთ დაახლოებით 2 კვირაში უკვე გლეხებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორგანიზებულობა იქნება პრაქტიკულად იგივე. ცოცხალ რეჟიმში შეგვეძლება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს თვალყურის დევნება თუ როგორ მიმდინარეობს თველი, ვიმუშავებთ 24 საათიან გრაფიკში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარი დაარეგულირებს ფასს. ეს არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, რათა ბიზნესმა თავად განსაზღვროს და ხელი შეუწყოს უკვე თავისი პროდუქტის რეალიზაციასაც. წაგებული მხარე არ უნდა გყავდეს, ჩვენთვის მოგებული უნდა იყოს გლეხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ასევე არ უნდა იზარალოს ქარხანებიც. რაც შეეხება ფასებს, ფასის დაგდების მიზნით ზოგჯერ ღვინის ქარხნები ხელოვნურად ქმნიდნენ რიგებს. თუ არის უკვე დადგენილი, რამდენი ღვინის ქარხანა ჩაიბარებს ყურძენს და რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა, რომ მევენახეებმა დროულად ჩააბარონ მოსავალი და ზარალი არ ნახონ? პრაქტიკულად ყველა ქარხანა არის თანახმარო ჩაიბაროს, აქ უბრალოდ არის სხვადასხვა ციფრები. ეს ციფრები პრაქტიკულად ყოველ დღე შეიძლება ითქვას, რომ იცვლება, ვინაიდან ყველა ცდილობს, რომ გამონახოს რესურსი, შეიძლება გაყიდონ სხვადასხვა ქვეყნებში უფრო შეღავათიან ფასად და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ გვაქვს ზაობა პრაქტიკულად ყველა ქარხნიდან, აბსოლუტურად ყველა ქარხნიდან. გასაგებია და რომ დაუბრუნდეთ ისევ სუბსიდირებას, მევენახეების აზრით, სუბსიდირება კილოგრამზე ლარნახევარი მაინც უნდა იყოს, რომ გაწეული ხარჯი დაფაროს. თქვენი ახალი განაკვეთების შედარებით დაბალია, ანუ მევენახეები გავლენ ზარალზე თუ არა, როგორ გიქნებთ? უკაცრავად კითხვა ვერ გავიგე სწორად თუ თქვენ ამბობთ, რომ ლარნახევარი უნდა ღირდეს, რომ თვით ღირებულება დაფაროს, ამაზეა საუბარი? არა, მე არ ვამბობ, ამის შესახებ ამბობენ თავად ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ. არა, მე თავ შევიკავებ ახლა დავაკონკრეტო, თუ რა ჯდება ყურძენი, მე მგონი ეს ხელმისაწვდომი ინფორმაციაა და შეგიძლიათ კომპეტენტურ პროფესიონალებს და ექსპერტებს კითხოთ, ძალიან მარტივად დათვლადია ეს და მე ბუნებრივია ახლა ვემიჯნები ამის დათვლას, მაგრამ მე წუნეთ რომ გაცილებით უფრო ნაკლები ხდება. გასაგებია. წელს ცნობილი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩვენი ღვინის საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა შემცირებულია, არა და წელს ყურძნის მოსავალი უკვე როგორც აღნიშნეთ უხვია. როგორ აისახება შემცირებული მოთხოვნა ყურძნის ფასზე და ზოგადად ღვინის სექტორზე, ანუ როგორ მოხდება ამის დაბალანსება? ეს გახლავთ
ჩვეულებრივად მოთხოვნა მიწოდების საგანი და ჩვენ სწორედ ამიტომ დავაკომპენსირეთ ის 35 თეთრით, რომ შევეშველოთ მაქსიმალურად, რომ არ იყოს ძალიან დაბალი ფასი. ეს გახლავთ სუბსიდიის მიზანი, ხო? რომ მნიშვნელოვნად იყოს გათვალისწინებული მოთხოვნა მიწოდების ფაქტორები და სწორედ აქედან გამოვედი ჩვენ ეს არ გახლავთ შემთხვევითი და ჩვენი მიდგომიდან გამომდინარე და ჩვენი ხედვიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს მოგცემს ჩვენ წელს რთველის კარგად ჩატარების შესაძლებლობას. გასაგებია, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მეღვინეებმა ახალი ფართობები გააშენეს და ინვესტიციები ჩადეს. ხომ არ მოხდება ისე, რომ სექტორი წაგებაზე გავიდეს და თუ მუშაობთ ამის პრევენციაზე მთავრობა და ბიზნესი? მე ისე უნდა დაუბრუნდეთ ემას, რომ ამის პრევენციაზე რომ მუშაობ და წახალისება გვინდა, სწორედ მაგიტომ ვაგრძელებთ სუბსიდირებას. სექტორი ვერაფრით ვერ გავა წაგებაზე და სტიმული ვერ დაიკარგება, უბრალოდ უფრო უნდა გაჯანსაღდეს ზოგადად მოთხოვნა მიწოდების ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი და რაც ნაკლები იქნება სუბსიდია და ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, მით უფრო ჯანსაღი იქნება დარგი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. გასაგებია, ბატონო თარო, ღვინის კომპანიები ხშირად აღნიშნავენ, რომ სუბსიდირება ხელოვნურად ზრდის ყურძნის საბაზრო ფასს, რის გამოც ქართული ღვინის ფასი საერთაშორისო ბაზარზე შედარებით მაღალია და ნაკლებად კონკურენტული შესაბამისად. ამ პრობლემის მოხსნის მიზნით გასულ წელს მთავრობა გეგმავდა სუბსიდირების შეწყვეტას 2015 წლიდან, თუმცა წელს სუბსიდირება ისევ იგეგმება. რატომ გადაწყვიტეთ სუბსიდირების გაგრძელება და თუ აპირებთ მის შეწყვეტას სამოვალოდ? ისევ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლოა შევამციროთ, შესაძლოა მომავალ წელს საერთოდ გამოვიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ბაზარი, რა მდგომარეობა იქნება მომავალ წელს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, კვირა და თვე ისე ცვლის ზოგადად გარემოს რეგიონში, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომების პოვნა გვიწევს ხოლმე. ეს არის ჩვენი რეალობა. ამიტომ ძალიან რთულია ახლა ამაზე ვისაუბროთ, რა იქნება მომავალში, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია იყოს კონკურენტუნარიანი ფასი ქართულ ღვინოზე, ხარისხისა და ფასის საპირწონე ჩვენ უნდა გქონდეს ის პროდუქტი, რომელიც კარგად გაიყიდება ყველგან. მათ შორის ტრადიციულ ბაზრებზე და ღვინო ზოგადად გახლავთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ახლავს ეს სპეციფიკა, რაც არის ტრადიციული ბაზრები, ეს ასე იტალიის შემთხვევაში, საფრანგეთის შემთხვევაში, ავსტრიის შემთხვევაში და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, სადაც დიდხანს იცნობდნენ და პოპულარულია და ცნობადია პროდუქტი, იქ არის ყველაზე მეტი რეალიზაცია და ჩვენთანაც ეს ტრადიციული ბაზრები ყოველთვის შენარჩუნდება, რა თქმა უნდა, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ალტერნატივებს, ვეძებთ დივერსიფიკაციის ახალ ბაზრებს, ესე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ მე ვიტყოდი, რომ ძალიან წარმატებით უკვე გასული წლის მიწურულიდან დავიწყე და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ნამდვილად ძალიან მოკლევადაა ეს იმისთვის, რომ მოახერხო ღვინის პოპულარიზაცია, მაგრამ შედეგი სახეზეა. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ტრადიციული ბაზარი ზოგადად არის ღვინის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი დამახასიათებელი გარემოება. ეს ხდება ყველგან ასეა პრაქტიკულად. ძალიან დიდი მადლობა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იყო ეკონომეტრის დღევანდელი გამოშვების